შავკანიანი მოქალაქის ცემა ვიდეოკამერამ გადაიღო 4 ოფიცრის უდანაშაულო ცნობა შოკი და დაუჯერებელი იყო. 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა იმ ამბოხის შედეგად, რომელიც სასამართლო განაჩენს მოჰყვა. ქალაქისთვის მიყენებულმა ზიანმა $1 მილიარდ გადააჭარბა. ლოს-ანჯელესს მსგავსი რამ 1965 წლის შემდეგ არ ენახა. თავი გაყიდულად ვიგრძენი. 1965-ის არეულობას პოლიციის თავგასულობამ გამოიწვია და 27 წლის შემდეგაც იგივე მოხდა. შავკანიანის ცემის კადრები არაერთხელ აჩვენეს, განრისხებული მოქალაქეები ქუჩებს მოედნენ. გავედით რომ ძალადობა შეგვეჩერებინა, მაგრამ პოლიციის დეპარტამენტი მოუმზადებელი აღმოჩნდა. პოლიციას ფედერალური ძალები მიეშველნენ. თვალებს არ ვუჯერებდი, სიურეალისტური იყო, რასაც ვხედავდი, გული მიკვდებოდა. ასეთი განვითარება მოულოდნელი არ იყო. მიზეზი უთანასწორობა და უიმედობაა. როდესაც ვიღაც იჩაგრება, უსუსურობის გრძნობა ეუფლება. როცა ვიღაც უიმედოა, ისვის ყველაფერი სულ ერთია. დაზიანებული შენობები აღადგინეს, მაგრამ ლოს-ანჯელესიდან ბალტიმორამდე არაერთ ქალაქში პოლიციასა და აფრო-ამერიკელების ურთიერთობები კვლავ დაძაბულია. ეს ხდება იქ, სადაც ახალგაზრდების სკოლებს ტოვებენ, სადაც საპატიმროები გავსებულია და დაპატიმრებულთა არაპროპორციულად დიდი რაოდენობა შავკანიანია. ბევრ სამეზობლოში უმუშევრობა და დანაშაულის რიცხვი მაღალია. ჩვენი ხალხის არაერთი თაობაა ტრავმირებული. ლოს-ანჯელესში პოლიცია, ადგილობრივი მთავრობა და საზოგადოება ერთ კიბილზე მსჯელობს. არ მგონია ესეთი მასშტაბის არეულობა განმეორდეს. მაგრამ ქალაქის ცალკეულ უბნებში პოტენციური საფრთხეები მაინც იმალება. პოლიცია და ადგილობრივი მაცხოვრებლები ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობენ.